უკაცრავად. გამომართვით. ეს ვერც იეტურია. გამარჯობათ. გამარჯობათ. აუ. უკაცრავად. თქვენ ახართ ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი? რით შემიძლია გემსახუროთ? დაბრძანეთ. გეთავა. მადლობთ. სად არის მოტოციკლი? რა მოტოციკლი? მოტოციკლი. გრა 1845, რომელიც 5 წლის წინ მიიღო თქვენმა ორგანიზაციამ. 5 წლის წინ მე აქ არ მუშაობდი. რა ბრძანეთ ბატონო? ნუ თუ ჩვენ მოტოციკლი გვაქვს. სამობრძანდით? სად ბატონო? იქ. აი ბატონო, 5 წლის განმავლობაში მხოლოდ 17 კილომეტრი გაგივლიათ. აქედან ვასკვნი. თქვენ ორგანიზაციას საერთოდ არ ჭირდება ეს მოტოციკლი. როგორ თუ არ გჭირდება? ჩვენ არც ვიცოდით ამის არსებობა. მე წარმოვადგენ კომისიას, რომელსაც ევალება ჩვენს ტრანსპორტში ფარული რეზერვების აღმოჩენა. საკითხი ასე დგას. 10 დღეში სახელმწიფო ტექნიკური კომისია შეამოწმებს მოტოციკლს და თუ სპიდომეტრზე არ იქნება 3000 კილომეტრი გავლილი, კომისია მოტოციკლს შემოგართმევთ და გადასცემს იმ ორგანიზაციას, რომელსაც შეუძლია მეტი დატვირთვით ამუშავოს ტრანსპორტი. რათა მოუტანოს ჩვენს ხალხს მეტი სარგებლობა. ზუსტად 3000 კილომეტრი? დიახ. 9 კილომეტრსაც ვერ გაბატიებთ. სხვა ვარიანტი გამორიცხულია. იცოდეთ, სპიდომეტრი დალუქულია. ასე რომ საიდან გაიგეთ ამ მოტოციკლის არსებობა? შემოვიდა სიგნალები. ესე იგი 25-ში მობრძანდებით ტექკომისიაზე მოტოციკლი თხომ? მას დავკარგოთ, არა, მოტოციკლი? რატომ, ბატონო? ჩამოვაყალიბოთ წრე, ჩავეწეროთ. ვისწავლით, ჩვენს ხალხი ვართ. ვერ გაიგეთ 10 დღეა ვადა. ო, მართლა. მამი, დედამ შემოგითვალა. მამალი დაკალიო. წადი ბიჭო, დაიკარგე. ამ ეპოქაში მოტოციკლის ტარება არ იცოდეთ. თუ არ ვცდები, სანდრომ უნდა იცოდეს. სანდრომ? ხო, აი ის პრაქტიკაზე რო გამოგზავნეს. ელისაბედაშვილი. დიახ, ქალბატონ სალომეს თერმოსი შეუკეთა. მაცივარიც კი გაურემონდა. ტექნიკაში კარგად ერკვევა და ალბათ მოტოციკლის ტარებაც იცის. ალბათ თუ ნამდვილად. არ ვიცი, ისე იგი სულ რაღაცას ჭირგედელაობს. დამიძახეთ. სანდრო. დიახ, რედაქტორი გეძახის. მე? ხო. რა უნდა ნეთავ? რა ვიცი, შეახვალ და გაიგებ. დაბრძანეთ. გინდათ შტატში აგიყვანოთ. როგორ არა? ბრძანდებით. მოტოციკლის ტარება ნამდვილად თუ იცით? ჯარში ტანკისტი ვიყავი. ხო. შემდეგ, როდესაც წყალში დამრჩალს ნაპირზე ამოვიყვანთ, საჭირო არ დავიბნეთ და დროზე აღმოუჩინოთ პირველი დახმარება. აი ასე ტარდება ხელოვნური სუნთქვა. შეიძლება? მოგზაინთ? ეს ჩემი მეგობარია, მიტო ბეშკენაძე. გამარჯობა. ტელესტუდიაშია პრაქტიკაზე. თანახმა ჩემთან ერთად წამოვიდეს სამოგზაუროდ. მოტოციკლის ტარება იცის, მომეხმარება ხანდახან. ხო და ძალიან კარგი გზაში არ მოიწყენთ. საქართველოს შემოვლა ახალგაზრდა ჟურნალისტებისათვის მეტად სასარგებლოა. მოგზაურობა დაიწყება ხვალ. დიდი 6 საათზე და 00 წუთზე. ახლა კი გაეცანით მოტოციკლს და შეუდექით თადარიგს. არ გადათხარა ბიჭო მთელი ეზო? ბაბუა რა ჩაკრის ახლა მიწას უკან. ბაბუ არ დალიო. იპოვე რამე?
ეხ, ვინც ეძებს, ის ყოველთვის იპოვის. თუ რაიმეს პოვნა გინდა ბიძიკო, აქ უნდა ეძებო, აქ თბილისში. მე რომ მკითხონ, ნახევარ თბილისს დავანგრევთ და აქ მოვაწყობდი გათხრებს. ჯერ თბილისი არ შეუსწავლიათ და გარე-გარე დარბიან. არ ესმით საქმე და იმით. დავიდეთ. ყმაწვილებო, შეხედეთ კაცო, შეხედეთ, კარგად დააკვირდით. ჩემი აზრით პირველი საუკუნისაა. ხედავთ, შამთა სიავეს მთლად ვერ მოუსპია მაინც. კარგი ჯინჯილა. ეს რა შეგიძენია? რედაქცია ხვალ კახეთში გვაგზავნის, მივლინებით. მოიცა მითო. როგორ კაცო? თქვენ მიდიხართ და მე აქ მტოვებთ? სად დაკარგეთ სინდისი? აქვთ. ამხანაგებო რედაქციას არ სურს რომ თქვენი მოგზაურობა უაზრო ხეტიალს დაემსგავსოს. მართალია თქვენ 10 დღეში უნდა გაიაროთ 3000 კილომეტრი, ესე იგი იმოძრაოთ დღე და ღამ. სტატიების წერის დრო არ გექნებათ, მაგრამ რედაქციას იმედი აქვს რომ თქვენ შეხვდებით საინტერესო მოვლენებს, შეაგროვებთ მასალებს და ჩამოსვლის შემდეგ მოგვაწვით რამდენიმე წელს. არ დაიძრათ. რა შეასახმე? პაპა ჩემია, მცხეთაში მიდის მის სანახავად. ჩემი ძმა 904-ში მოკლეს პორტარტურში. ესენი ბატონო ძალიან პატარები არიან და ამათი მარტო გაშვება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ძალიან გთხოვთ მეც თან გამაყოლოთ. კეთილი? შვენიერი აზრია. მე საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს. მაგრამ არ დალიონ ბაბუა, მუზარადის გარეშე რომ არ შეიძლება მოტოციკლით მგზავრობა? აბა თქვენ იცით, ზუსტად 3000 კილომეტრი, ზუსტად 25-ში 10 საათზე ზუსტად იქნებით ადგილზე. ამავე მოტოციკლით. გზა შვიდობისა. გაუმარჯო საბჭოთა ფიზკულტურელებს! აბა არ დალიონ, ბედნიერად. ელისაბედაშვილო! თავხედებო, წეგ! ასე გაბუდული უნდა იყოს, არ გაგვცემს ხმას. შეგვირიგდება. არ დალიონ. გამარჯობათ. ბოდიში დონდუა ხომ არ გინახავთ? 2 დღეა დავეძებ. დამპირდა 78 ნაკვეთი შენი იქნებაო. ვინ არის დონდუა? როგორ? დონდუას არის ნოფტი არის. არა, არ ვიცნობ. ბოდიში. მე ვაღეები მეგონეთ ბარით რომ დაგინახეთ.
ნაკვეთებს დაგვირდა დონდო აგარაკი აიშენეთო, მაგრამ 8 კვადრატულზე მეტი არ შეიძლებაო. აი აივნები კი რამხელაც გინდა იმოდელა იყოსო. მოდიში, ალბათ მოვნახავ, დახვავდის. ნახავდი. მოცლილია ვიღაცა. არდალიონ ბაბუა, სად იშოვე ეს მუზარადი? ამას დიდი ხნის ისტორია აქვს. კი, ძალიან დიდი ხნის. ერთ დროს მე ნებაყოფლობითი სახანძრო ორგანიზაციის რაზმელი გახდი. როდის? 20-იან წლებში. მე განსვენებული საშა დულუხანოვი, კოტია ეძღვევათ. და კიდევ ბევრი იყვნენ, ახლა არ მახსოვს ყველა. ღმერთმა გაანათლოს მათი სული. რა ხანძრები ჩაგვიკვირია. რამდენი კაცის სიცოცხლე გადაგვირჩენია. აბა, კავკავიდან ჩამოდიოდნენ ჩვენ სანახავად. რა დრო გვიტარებია. გონი მეშველა. გეთილი თქვენი. გაჩერე. მე თქვენ განაცხადეთ რა გუჯანში უნდა ჩამიყვანო თუ შეიძლება რა თუ შეიძლება. სიამოვნებით, მაგრამ ადგილი არ გვაქვს. გამოგებინეთ მეგობარ. გამოიყვანეთ ბატონო. გამოიყვანეთ რა საკვირველია რაც. მომაწოდე. აბა შენ იცი სანდრო, შენ აქ დარჩი, მე წავყვები, რაც არ უნდა იყოს გამოცდილი კაცი ვარ. აქეთ მოგძანდით. ეს რა ჩიტუნიები ყოფილა. დაჭყვით იქნებით, დედიკო მალე მოვა და პატარა ძამიკოს მოგიყვან. აქეთ ბატონო. გაიცანე. მეთავადა. აი ასე. ვაიმე. სანდრო, ბავშვებს მიხედე. მოშორდი, წადი აქედან. მოშორდი, წადი აქედან. წადი. თვალი აქვს მაგას მომძრალი? ხო. ხო, კი არა დიახ თქო. ხო, დიახ. ჯანჯიკი სად არის? ჯანჯიკი რა არის? მეტი არაფერი უნდა. აგაშენა. შეგიძლიათ წაიღოთ. მაგას რა ჭირს? ვიცი რომ. ეს მგონი აღარ აპირებს წამოსვლას. ოსტატო! აღარ გაიგებ კახეთში სად იწყება ერთი სოფელი და სად მთავრდება მეორე. სიღნაღიდან თელავამდე სახლის ახლზეა მიმდგარი. ერთ მყუდრო ადგილს ვერ ნახავ რომ განამარტყოვდე. ხო, სანდრო, თელავში რომ ჩავალ, არ დამავიწყდეს, უსათუოდ შემახსენე, ის მინდა ვიყიდო ბუდის ყველი და დედას მინდა. თქვენ არ დაიჯერებთ კაცისას, მაგრამ მე გირჩევდი დღამის გასათევ ადგილს. დიდებული ქალი იყო კორკოტანთ მარუსა. ცოცხალი რომ იყოს, მასთან გავჩერდებოდით.
სასტუმროში არც ერთი ადგილი არაა თავისუფალი. ასეც ვიცოდი. ამიტომ მე თავიდანვე ყველაფერი გავითვალისწინე. დაჯექით. ეხლა შენ წაგვიყვან. წადით უკეთეს ადგილას მიგიყვანთ. აი ბატონო. მე მგონი ცუდ ადგილზე არ მომიყვანიხართ. ეს უნიკალური სამონასტრო კომპლექსი მე-4 საუკუნეშია დაარსებული ზენონ იყალთოელის მიერ. ვიცი, თარდალიონ, რუსთაველმა მიიღო განათლება. დიახ. აკადემიაში, რომელიც მე-12 საუკუნეში დაარსდა, ჩემო ბატონო, აქ სწავლობდნენ ფილოლოგიას, ღვთისმეტყველებას, რიტორიკას და რაც მთავარია მევენახეობას. აი აქ გარშემო უზარმაზარი მეურნეობა ჰქონდა. აი იმ საწნახელში 70 ურემი ყურძენი იწურებოდა ერთდროულად. იქ კი ზემოთ აკადემიკოსების საძინებელი ოთახები იყო. ჩვენ სად დავიძინოთ, თარდალიო? აი ამ ხის ქვეშ. აუ, ცის ქვეშ ძილი თუ არ მოგწონთ, მარანი თავისუფალია, მიბრძანეთ. თარდალიონ, მოდი ვივახშმო. თან ერთი ბოთლი ღვინო გამოიყოლე მაგმარნიდან. იმას რა მთელი ღამე არ უძინია? წავიდე თარდალიონ, გვეჩქარება. ეს კედლები მე-12 საუკუნეშია დაზომილი. მადლობთ ბატონო, ერთ წუთით რა მოგივიდა? გააჩერეთ. რა მოხდა? რა ამბავი? რაღაც მარცხი გვერის. რა მარცხი? კაცი რომ სადმე პუშჭამს და ნასუფრალს აულაგებელს დატოვებს, მას ან გზაში მოუარა მეხიფად, ან ოჯახში დახვდება ცუდი ამბავი. კარგი ერთი. აი ნახავთ ბატონო. მე გირჩევთ უკან გავწმინდეთ. თარდალიონ, ცოტა ხანს გაიარ გამოიარე. გამარჯობათ. გამარჯობა. რა გაგჭირებიათ შურო? ისეთი არაფერი, თქვენ საით მიგზავნეთ? რა ვიცი. ო, აი პოსტაში ვიყავი, ბიჭმა ამანათი გამომიგზავნა ქალაქიდანა და იქიდან მოვდივარ. დაბრძანდით კეთახლა მიგიყვან. აბა როგორ შეგაწუხოთ? კარგი, რა შეწუხება? დაბრძანდით. ხო. აი თქვენ აგაშენად ღმერთმა შვილო, მადლობთ. შემობრძანდით რა, შემობრძანდით. მართალია უქალო სახლი მაქვს, მაგრამ თავს არ შევირცხვენ. როგორმე გაგიმასპინძლდებით. აი იქითა ვენახი მაქვს. 2000 ძირი იყო.
300 გადარჩა ვერ მოუარი. მაინც მიდიხართ. შემობრძანდით. არა ძიაკაცო, გმადლობთ. ძალიან გიხარით. ბატონო, სხვა დროს. კარგად გძანდებოდი. გაიხარით. აი ეს კი უახლესი ისტორიული ძეგლია. არ დამიწყო, ახლა მაგის შეკეთება. 25 ცხენი ძალიან იყო ტრაქტორი. ჩამოდი, არავინ დაგინახოს. დამინახოს რა. ნახე. ჩიდას ბუდა გავუკეთებიათ. იშოვეს მყუდრო ადგილი და დაიბუდეს. ვახ ტრაქტორო მე შენს გამჩენს ვენაცვალე ხელშია არი ბობაგლე კაცობა შენ გამართე წელშია ვისი დაწერილი ხალხური შეხედე ამას აქ რა უნდა გამარჯობათ ნაცნობებო გაუმარჯოს რავო ვერ იპოვე დონდუა ვერა ვერ ვიპოვე, გუში ნახა ყოფილა. ერთი ფეხით გამასა. ახლა მთაში წასულა. მთაში ახლა ძალიან ეგრილება. უაგარაკო ცხოვრება არ შემიძლია. ხომ უნდა დავისვენო. რა ვქნა, უნდა მოუნახო. ნახვამდის. კარგად იყავი. კარგად. ბედნიერად. გაჩერე ბიჭო ედესო ვერ მიცანი მოიცა სანდრო ეფსილონ 4 Z5 ვა არ გამოდის რა კარმაგად მოგავდა რედაქციაში ვარ პრაქტიკაზე მივლინებაში გამომაგზავნეს მოგზაურობთ რა ბაბუა ჩემის თანწამე უყვა ეს რა არის რა აი რაღაცები რომ დაგიხაზია მარშრუტია იტო მოდი აქ ეს ჩემი მეგობარია ედისონა აი რო გითხარი ჯარში ერთად ვიყავით მეთქი მიტო ვაჟა
ერთი რამ არ მინახავს. არა, ნამდვილად გაგიჟდა ქვეყანა. ადგილს ვეღარ სადიპოვი. ცოტა ხნით მაინც მარტო დარჩა. იქნებ რა ურჩის კაცს. ეს რა არის? როგორ გააკეთე? რანაირად მუშაობს? ფოტო ელემენტებზეა რა. თეთრ ფერს დაძდებს. თავმჯდომარემ ამიგრძელა ამ ტრაქტორით მუშაობა. ბავშვებს დაძდებს. ქალებს თეთრი ვერ ჩაუცვალთო. ძროხებს რწე გაუშრათო. მთელი სოფელი საგონებელს ჩავარდა ემაქ-შენი სავერანო ტრაქტორის გულისთვისაო. ისე თეთრ ფერს თუ თვალი მოკრა რა. მეც ვეღარ ვაჩერებ. ედისონ. რა, ძალიან გამიხარდა შენი ნახვა. მოიცა ესე როგორ გაგიშვა? არა, მე რეგინახული. აუცილებლად. დარჩით რა. არა, ვეჩქარებ. აპუნა ბიჭო შენი წირივე ვინ არის? აბა მე რა ვიცი. საიდან სადაო? ატარიონ ბიჭო, რამდენი წელი არ მინახევ ხარ? ხარ კარგა. ხო, კი მაგრამ აქ რასაკეთებ? გზას ვაშენებ, აფეთქება უნდა მოხდეს. აუ, ჩვენ რომ ძალიან გვეჩქარება, ვერ გავასწრებ? ქართველი ხომ ხარ კაცო? აი, მოგიგვიდეთ პაპუნა. შეკაიდეთ მამიშვილო. მაგაზე გეტყვი ვარს. აქ იმიტომ დამაყენეს რომ არავინ გავატარო. მაგრამ რა უკვე თქვენ ამას? წადით და თუ მშვიდობით გახვათ, უკან დაბრუნებისას აუცილებლად ნახეთ. უსატუო. აბა, წავედით. ჯობდა დაგვეცადა. ნუ გეშინია გავასწრებთ. მიდი. ბედნიერად, პაპუნა. აბა, წავედით. აცი ხარ კაცური. აქაც ნაცნობობა ყოფილა საერთოდ. გონი გადავრჩით. არტალიონი? ხელი. რა მოგივიდათ, სახეზე ფერი არ გადებთ. ძმაკაცია ხომ პაპუნა? თანაც როგორი? დიახ, ძმაკაცი იყო და დაგრჩება კიდეც. გააჩერეთ თქვენი წილი. მანქანა ჩაგვივარდა აგერ ტალახში, ვერაფრით ვერ ამოვივა. თუ შეგიძლია როგორ მე დაგვეხმარე? რა საკვირველია? კი ბატონო, კი. აქეთ წამოდი, მოდი. აბა, მეგობარო, თქვენ საჭესთან დაჯექით. ოღონდ ეცადეთ მცირე გაზი მისცეთ, მცირე დიდი არაა საჭირო. აბა, დავიწყოთ. ერთიც. შეიძლება, აბა ერთიც. მეც მოგეხმარები. აბა, დავიწყოთ თავიდან. დავიწყოთ. მოუმატეთ გას, მოუმატეთ, ცოტა მოუმატეთ. მივაწვეთ ახლა კაცო, მივაწვეთ ბატონო. ვაიმე, მამაჩი.
და ჩემო ერთადერთო შვილიშვილო ციტადა გამოცხადეთ თქვენი ძები სალამ თუ არის გესმით? ორი დღეა ბემალე. რა შეჭამთ მე? შამპანურს და შოკოლადს. ჩავაბათ. კაი. ამ ტალახში რამ შეგავთ? მადლობთ. არასოდეს დავივიწყებთ თქვენს პატივისცემას. ვისადილოთ ერთად. გვიდგეგრძელეთ ახალი ოჯახი. ხელი მოწერილი გვაქვს. რა შესანიშნავი წვილია. ვაიმე მოტრიალზე ჩხარა. კარგად იყავ. დაიმალეთ, უბედური ხალხია, რამე არ მოხდია. ვერ ჩენდავე. უნდა ჩავერიო სამსახურში. Yaragis, maravillosos! Esrone! Tak khota! გააჩერეთ. თქვენ იქ დამიცადეთ. ვერ გაგიჩე, ვერა! დავეთ. Yaragi! Yaragi! Გამოდის გამოდამო. ვინი მოგცეთ მაგის ნამა? ვინი მოგცეთ მაგის ნამა? აი ხმაწვილებოდ იტიური ერთ ნავიანი ბაზილიკა გააჩერია? გააჩერე? გააჩერე? ვინ უნდა იყოს ეს? შევიდეთ ეზოში? რა გვინდა ეზოში? კარგი ახლა არდალიო. კაცო შევიდეთ ეზოში. ბაბუ არდალიო, რამდენ დანგრეულ ეკლესიაში? გითხარი მე შენ ერთხელ გაცაგებად ამხანაგო. 3000 კილომეტრს კი არა ვერ გამეხიფაც გადავეხრა. კაცო შედი. Чумат, ნაციკეთ. დაიმონეთ. რატომ არ მაგითხებით? რაშია საქმე თქვა? დამაგებინე, კაცო. რა უნდა ჩემგან? ამო პატრონოს. გუშინ ერთმას კორიმ. კე გამასრო. რამდენ ამეს? რამდენ? რა დღეშია?
რამდენ უბედურ ხალხს ავასწინეთ თავი. ვიზა ჩემო. ათხოვე ერთობი. რა ვარი სათავე ამ წყალშია ჩემოდნები. კიდე გამწამიღო არ მოუსვლელში. დავსვადე სულ, მაგრამ რასიზამ დიდ გზაზე დიდი მგლებია ჩასაფრებული. ახლა ამ ყვავილებს საბუთი ხომუდათ. რა ვარი საშოვნია, თუიცი. ძლივას გავშანსე. წყალში გავევედი. დამისვლა ყველაფერი. დამისვლა საბუთი. ხო და ასე ხوار გავიდოთ საბდურზე. ვინაკიშვას მოსკოვის პატრებელზე, სულს კი არა. მშრალს არ გიშვებენ. შხალს. ყველაფერი გავაფინე ბუჩქებზე. საბუთი გავაფინე აგერ ამ ქვაზე. ჩაბეჭდილია შიგ. პირადი ბაღი დანაო. ვიფიქრე კაცო, მეცა, ვიფიქრე დრო მაინც მაქვს თქვა. ვსივარ, ჩემთვის, კაი ხასიათზე, აგერ. უცა კაცო. არ ჩავეიქრო ამ ოჯახკეთი ემატა. ეს საბუთი არ წაიღო ბუდეში. რა არ ვესწროლე, როგორ არ მოვეფერე. ქალისთვის არ მithქვავს იმნაირი სიტყვები. შენც არ მომიკვდე. ქვას თუ ხედავ სადმე აქ. ამ ქვებს ხელი არ ახლოთ. რამდენჯერ არ ვწერი? არ მიმიკარა. ზის თვის. კვერცხებზე. თვალში გიმიზნებ პირდაპირ. ხმაძილო ხელი. ვიზა შემო. მათხოვე ეგ თოფი. გამიხმა ყვავილები. ნუ დამღუპა. მათხოვე თოფი. არავითარ შემთხვევაში. აბა კარგად იყავი. თქვენც ყვავები ყოფილხართ. ყვავებო! შავებო! შვენიერება. ალბათ სასტუმროში ადგილები არც არის. მე მგონი ურიგვარი იქნება აქ დარჩა. კარგი ქენი რომ გამოვიდე. რას წერ არდალიონ ბაბუა? რას წერ და ზოგიერთ მოსაზრებებს. ისე ურიგვარი იქნებოდა თქვენს დაგეწერა თქვენი შტაბეჭდილებები. თბილისში რომ ჩახვალ, გამოაქვეყნებთ თუ რა ნახეთ ან რა გაიგეთ. ასე რა უნდა დაწერო არდალიონ ბაბუა?
გიჟები ვიდალბივართ ზევით ქვევით. დღეში 300 კილომეტრს გავდივართ. თუ რამის დაწერა გინდა, უნდა გაჩერდ. ხალხს გაეცნო. შეყვარებულს მაინც მიწერე წერილი. ვინ წერს ახლა შეყვარებულ წერილებს? რა ვქნათ არდალიონ? არავის უყვარვართ და თქვენ შეიყვარეთ. 16 წლის ვიყავი, ცხონებული ბებია შენი თეკლე რომ მოვიდაც. კაცი რომელმაც არ იცის რა არის სიყვარული, ღირსი არ არის ადამიანის სახელი ატაროს. კარგი ახლა არდალიონ. ერთი ეს მითხარი. მთელი საქართველო მოვირბინეთ. დარჩენილ 1300 კილომეტრს რა უყოთ, ჰა? რა უყოთ ჩემო ბატონო და აქამდე მოპირკეთებული გზებით დავდიოდით. რამდენი რამ დაგვრჩა სანახავი, ხევსურეთში არ ავსულვართ. თხის ბილიკებით ვიაროთ. სადაც მოტოციკლი ვერ გავა, ფეხები რისთვის გვაქვს მაწვილები? ეგ ყველაფერი კარგად მოყევი არდალიონ, მაგრამ აი სადაც მოტოციკლი ვერ გავა, რა ვქნათ, ზურგზე მოვიკიდოთ და ისე ვატაროთ, თუ გზაში დავტოვოთ. მერე იმ გზაზე ისე დაგვემტრევა მოტოციკლი, რომ შეიძლება მარტო სპიდომეტრი გადაგვრჩეს მთელი. შენი აზრით რა უყოთ მერე იმ სპიდომეტრს? ჩავდოთ ამ ჩანთაში, მოვიკიდოთ ზურგზე და ისე მივადგეთ, არა? ჩვენს რედაქტორს. არ დაიღალე, დავიძინოთ. დაღლარას მიქვია. არ გეკადრებათ ახალგაზრდებს. გზას მხოლოდ მავალი დასძლევს. გააჩერე. ზომე არდალიონ, რამდენიც გინდა, მაგრამ გულს გაუფრთხილდი. თაში ვარ. არა ძმო, შატილში თუ მოტოციკლით ამოვიდოდი აღარ მეგონა. დიდებულია, დიდებული. ჩაკეთე ჩვენი ლოკოკი. გამარჯობა. გამარჯობა. რაკენ იბავე დონდუა. ეს კაცი გავაგიჟებს კაცი ვინა. მაღლა მთაში ასულა, ჩემი მანქანით მე იქ ვეღარავედი. ჩამოივლის ალბათ მაშ საწავა, ჰა? მეც აქ დაველოდები. აბა წავედი. კარგად. კარგად იყავი.
არ დაიღალეთ? დავისვენო, თვალები ამიძრეთ. აქ მოდით აქ. ეს რა ქვევრია კაც? ერთი გამაგებინა, ამდენ ქვევრებს რა ღვინით ავსებდნენ ნეტო? ალბათ, შემოსევების დროს საოცარია როგორ გადარჩა ხალხი. ეგ ეკლესია არდალიონ სოფლის განაპირას იდგა. რამე წერი იყო ასეთი ამოდენა წყალი რომ დააგუბრა. ამის გადარჩენას არაპირებენ ნეტალი. უნდა შევცუროთ. მაგის გადატანა თანამედროვე ტექნიკისათვის ძნელი არაა. უფრო დიდი ძეგლები გადაურჩენიათ. მარცხნიდან მიუდექი.
ახლოს არ მიხვიდეს დაკ გააჩერე. რაი, გვარდალიო. რაღაც ხმა არ მომწონს მე მაგისი, მარჯვენა ცილინდრი გადახურებულია. ვიცი, მართალი ხარ. ეს რა? შეცვალე? დავშალე რა, სხვა რაღაცეებზე ვფიქრობ. როდენდე უნდა ვადინოთ ჩავებული ამ ქვეყანას. ეს ამხელა ენერგია ტყუილად იხარჯება. ერთმა დისერტაციას დაეწვა. ვინა? აი თბილისში რომ ცხოვრობ. შავი როა რა, მაღალი. შენ არ აპირებ? მე რა შავქვათმინდა, ისედაც გამომდის და ეგარი. აი ახლა ეს სარკეთო ეკრანია, ხომ მოკრებს ზისხილებს. ფოტონებსა რა. ეს ფოტონები ამუშავდებიან რა. ხოდამ ფოტონზე რაღაცა ჭირდება. კვანტი. დარჩი რა. მარტო ვარ კაციშვილი არ მეგარება. თავშემარე მითხრა შენაო არტურაო, არტურას მეძახის რა. MTS-ში წადიო. მაი ახლა ეგ წინ იყურება. კვანტია, კვანტი კაცო. კვანტი. აპატი არდალიონ. რა შვები კაცო? მე აქ რჩევი. ედისონთან. მოვეხმარები ცოტას. როგორ თუ რჩები? მე ამას რას უშვებ? კი, მაგრამ 200 კილომეტრი რო გვაქვს გასავლელი. ამაზე რას ფიქრობ? 200 კილომეტრს სულ ჩემოდაც გაივლით. არა, ამას ნამდვილად სიცხიებს. ესეც ასე. კაცო, მე რა ვქნათ რედაქტორს რა უთხრა? რედაქტორს გადაეცი სანდრომ საინტერესო თემას მიაგნოთქო. თუ ყველაფერი კარგად წავიდა, 10 დღეში ჩამოვათქო. კარგი ახლა, ნუ გაბრაზდები. აბა, კარგად ხარ. არ მინდა მე შენი კოცნა. შენ წადი ახლა ჩქარა. აბა, კარგად. რაღაც უცნობს. წადი ერთი. თეთრი არაფერი ჩაიცვა, ფრთხილად იყავი. თუ დაგაგვიანდეს წერილი მოიწერე, წერილი. არდალიონ, აი ის კაცი ჩვენ რომ მოვიყვანეთ. რა ხდება აქ მეგობარო? ერთ ქალს 4 ბიჭი შეეძინა. ვა! 4 ბიჭი, არდალიონ, 4. არც ერთი არ დაგჭირ. 1 2 3 4 რამოდენიმე სიტყვა ჩვენი ტელემაყურებლებისათვის გთხოვოთ 4 ბიჭის ბედნიერ მამას. გთხოვ. ო, იტყვი. აკა. წელს ჩვენმა ყოველმეურნეობამ გადიდებული ვალდებულებები იკისრა. პირადად ჩემს ბრიგადას 4 ჰექტარი ვენახია გაპიროვნებული და კიდევ 4 საღებას ვაპირებ. მე პირად ცხოვრებაზე ხომ არაფერს მოუყვებით ჩვენს ტელემაყურებელს. პირადი ცხოვრებით მაყოფილი ვარ. ჩემს ბრიგადას და არა, მაპატიეთ. როგორ ატარებთ დროს ოჯახში, შრომის შემდეგ? გთხოვ. კარგადა. პირადად მე და ჩემ ცოლს რაც შეეხება შრომის შემდეგ, რა თქმა უნდა, კულტურულად ვატარებ დროსა.
ახლა რა გითხრა იცი რომ დავენახეთ 2 დღეს არ გაგვიშვებ. მოხარშული ინდაური ნიორ წყალში. დედას პურები. დარჩებოდა კაცი. შენ გათხოვ გაგითქობა ხეტიალი, ა? ხეტიალი რაშვაში. ამა შეხედე სად ჩამოსულა? არა თვალებსაც რომ ისწორებს. დაეთრია ქედანა. შენ გამაცაღლო შენ. გაუში ბიჭო. გაუში. წელიწად შერთხელ ვარ მიკითხავ. რა არის ბიჭო ეგა? აგარაკია მამაჩემო. აგარაკ. შენი ვენახისა და ამ სახლის პატრონი. იმ ბუდრუგანაში აპირებ ცხოვრებას. დარჩი ბიჭო. ხო ხედა ვერ აუდივარ ამ სატიალოს. მარტო ამის თრევამ გამწყვიტა წელში. აბა კიდე, ჰა? საქმე მაქვს, საქმე, მამაჩემო. უსაქმური ხომ არა გონი ვარ. საქმე. ეს ამის შვილი ყოფილი. ეს არის შენი საქმე. ამაზე ცდები ამოდენა მუტრუკი. კაცმა რო დაგხერხოს 2 საჯენი შეჭაგამოხვალ. გლეხი ხარა, გლეხი რქიანი. ფეხის მომდგმელი აღარა ვარაკა. ამა მოუსტეხედა. ნუ ღელოს ბატონო, დამშვი. გაიბერე, შვილო, გაიბერე. ოღონდ არ გასკდა უშტივითა. შენ რა გინდა? დაბრუნდი, ბოდიში მოიხადე. საოცარი. კაცს ასეთი შესანიშნავი სახლკარი ჰქონდეს სოფელში. და მაინც გარე-გარე დარბოდეს. ვერ გამიგია რას ეძებს. მოიცა, მე მოგეხმარებ. მოიხსენ. მერე იცი. სოფელში ვარ გაზრდილი ვენახისა ცოტა მეც მესმის. გამიგეთე? ეს. საით წავიდე? აიქით. კარგია.
კარგია, დაამაგრე და ჩამოდი. ეზობელი კაცია, მაინც თბილისში მიდის და მე არ მოვდივარ, არდალიონ ბაბუა. ცოტა ხანს დავრჩები. ჩემი სანდროსი არ იყოს, არც შენ ხარ მთლად დალაგებული. აბა, კარგად ბრძანდებოდეთ, დიდი მადლობა. არა, უშავს, ასე მერჩევნია, ჰაერზე ვარ შეჩეული. რედაქტორს რა უთხრა? შევატყობინო რამე? არაფერი. არ ჩამოვარდი. ნუ გეშინია. როგორ თუ არაფერი, კაცო? გადაეცი მალე ჩამოვათქო, კარგად იყავ. სანდროს გაუარე და ერთად ჩამოდით. წავედით. Შვიდი. წარმოუდგენელია. ღმერთო ჩემო რა შთამბეჭდავია. გააჩერეთ მეგობარო, გააჩერეთ. მოხდა რამე? რა შესაქმეა გასო? მოხდა. მე აქ ვრჩები. არქეოლოგია. ჩამოვიღოთ მოტოციკლი. არა, იყოს. თქვენთან ერთი სათხოვარი მაქვს. ჩახვალთ თბილისში. იქ ვარდების ქუჩაზე არის ჟურნალ ნაბიჯის რედაქცია. ხო და მიხვალთ იქ ნახავთ რედაქტორს და ჩააბარებთ ამ მოტოციკლს. დილიდან ვეგრძნობდი რაღაცა მოხდებოდა. თვალი მითამაშებდა. რა უთხრა იმ კაცსა? რედაქტორია თუ რაღაცა? უთხარით რომ ჟურნალისტებმა დავალება შეასრულეს, 3000 კილომეტრი გაიარეს და ნუ შეეშინდება მალე თვითონაც გიახლებიან თქო. აბა კარგად იყავით, კეთილი მგზავრობა. მაიცა კაცო. შენი სახელი მაინც მითხარი. ჩემ სახელს ისტორია გეტყვით.